საღამოშვიდობისა, მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს რუსთავი 2-ია, კვირადღე გახლავთ როგორც მოგეხსენებათ და თქვენ უყურებთ ყველაზე მხიარულ, ყველაზე გასართობ გადაცემას ანეკდოტების შოუ. ესე იგი, თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩემი სტუდია მთელ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი სტუდია იქნება. რატომ და სტუდიაში მინდა მოვიწვიო ყველასთვის საყვარელი ადამიანები, მომღერლები, ულამაზესები, უმშვენიერესები, მარიტა როხვაძე და ლალიტა ლომთაძე. მარიტა როხვაძე და ლალიტა ლომთაძე არა მარტო მეგობრები არიან, არამედ ერითმებიან კიდევაც ერთმანეთს. მარიტა, ლალიტა. ისინი ორთავე ქუთაისის შვილები არიან და შესაბამისად სავარდოები და სამაისოებიც გახლავენ. მარიტა კარგი მომღერალია, მაგრამ ლალიტა ამის გამო არ ბრაზობს, რადგან თვითონაც კარგი მომღერალია. ქუთაისში რომ იკითხოთ, ლალიტა გეტყვიან, ეგ მარიკას დაქალი არ არისო? ხოლო მარიტას თუ იკითხავთ, გეტყვიან ლალიტას დაქალს ვინ არ იცნობს. შოუში რომ მოვიწვიეთ, მარიტამ განაცხადა, ლალიტას გარეშე ჩემი ფეხი არ იქნება თქვენს ოჯახშიო და დღეს 4-ვე ფეხით ჩვენთან არიან. ეს რუსთავი 2 და ანეკდოტების შოუა. არ გადართოთ სხვა არხზე. ეს მხოლოდ თხოვნა არ გეგონოთ. ეს რჩევაცაა. არ ვამბობდი? ნამდვილად. ხო, დამზადეთ კეთილი იყოს თქვენი ფეხი. არაჩვეულებრივად გამოიყურებით, მინდა გითხრათ. თავად არაჩვეულებრივად გამოიყურები პატარა. მადლობა დიდი, მაგრამ თქვენ ვერ გჯობივართ, მინდა ვთქვა. ესე იგი, 2025 წელს პირველად ხარ აქ შენ 2025-ში კი ბატონო. თქვენ კი საერთოდ ხო ასია? დებიუტია ჩემი. დებიუტია თქვენი. პირველი, მაგრამ ვერ ხშირად. იმედია, ნახოთ როგორ ჩაივლის. ესე იგი, გოგოებო, მარიტას ამბავი ვიცი და ქუთაისიდან? თქვენც ხო? გახლავართ კი. აბა, ახლა რა გეგონა, რომ ჩემთან ერთად ვინ მოვიდოდა? კუთხის წარმომადგენელი. მაგრები ხარ, ქუთაისელები, არ უნდა ამას ორი ამბავი. იმერეთი ვიცი ხო, იმერლები ზოგადად, მაგრამ ქუთაისელები განსაკუთრებით. მაგაზე თავს და ენა კლიმატი ქალბატონები ძალიან ისე მაგრად ფლობენ ენას. ისე გაგამწარებენ, რომ ვერც გაიგებ რა დროს. სიტყვის მარა. ეგ ერთი გავიგე, არაჩვეულებრივი სუფრა. მარიტა უკვე გათხოვილია და უკვე ეცოდინება ხაჭაპურები როგორ არის. ეცოდინება როგორ ჭამს ხაჭაპურს, კარგად, რომელი მხრიდან. შორის მე საგრიმეროს გითხარი და საქვეყნოთაც მინდა ვთქვა, რომ ძალიან გამხდარი ხარ და არაჩვეულებრივად გამოიყურებ. ყველა ღევა. ეს ვარდისფერები მე მგონია რომ ცოტა ეკრანზე ისე გამომაჩენს. არა, რატო კაცო? კარგია მაგრამ. მადლობა ძალიან დიდი. რასაც ასევე თქვენზე ვიტყვი და თავშივე ავნიშნე, მოკლედ ძალიან დიდი მადლობა რომ გამილამაზეთ ეს ჩემი ხანში შესული ასაკი. მადლობა თქვენ რომ მოგვიწვიეთ. კარგი. მოდი გადავიდეთ ახლა მთავარ თემაზე. ეს თემა გახლავთ თქვენი შემოქმედება პრინციპში და რა ხდება თქვენსკენ ახალი, აბა რა როგორ არის? ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ ჩვენ ვართ პირველი კლასიდან ერთად მოვდივართ. ბავშვობის მეგობრები ვართ. მღერით ესე გაგიჟებულად. ბავშვობიდან. ძალიან მაგარია. და ბავშვობიდან მოყვება ერთმანეთის სიყვარული. ატანა სიყვარული, მეგობრობა. და ახლა რომ უკვირდებეთ ჩვენს ასე გავლილ ცხოვრებას, არის რაღაცები, რაც შეიძლება მოყვეთ და არის რაღაცები, რაც არ მოიყოლება და ფულს არ გაიგონება. ბევრი ვიფიქრეთ, თუ ცოტა ვიფიქრეთ. შევჯერდით ანეკდოტებს. მაგრამ მაინც მე მგონი რომ რაღაცა ისტორიას გიქნება შემონახო. შენი ერთი ანეკდოტი, როდესაც აქ იყავი, დუშთან დაკავშირებით. ხო გახსოვს ეს ანეკდოტი რომ მოყევი? დეიბანეო. ნუ გახდა, რა ვიცი რა. ნახვები არაჩვეულებრივი და მაგარი და ახლა შენახე რა ამბობს ვიზავთ. მოკლედ ეხლა მაყურებელს ის ვინც ახლა შემოგვიერთდა და მინდა
აუცილებლად მოძრაობის წესები გაგაცნოთ ჩვენი გადაცემის. 3 რაუნდისგან შედგება 50 ლარი, 100 ლარი და 200 ლარი. და დღევანდელი გადაცემის თემები გახლავთ გურულები, ოჯახი, ნადირობა, ოჯახი, ნადირობა, სვანები, კახელები თქო, კახელები, მოგზაურობა, ქუთაისური თქვა. შენს გვაძლევს. მეგრელები და ექიმები. ღმერთმა ნუ დაგვაჭიროს ეს ბოლო, მაგრამ ისტორიები ძალიან მაგარია ხოლმე. კარგი, იმის გარდა რომ მეგობრები ხართ, სანამ ეხლა თქვენ მე გთხოვთ და იმედი მაქვს რომ შემისვლებთ ამ თხოვნას რომ ჩვენი გადაცემა თქვენი სიმღერით გავხსნათ. მანამდე თქვენ რომ თქვენზე რომ უფრო კარგად უთხრათ მაყურებელს სად მოღვაწეობთ და ასე შემდეგ. ღერი თბილისში აქტიურად ძალიან ძირითადად კორპორატიულებზე, ივენთებზე, საღამოებზე და ესე მივყვები აქტიურად. ეხლა სხვათა შორის ვაკეთებ ახალ სიმღერას და იმედია პრემიერაც შედგება ერთ-ერთ გადაცემაში. ძალიან რომელ გადაცემაში? აი ნახოთ როგორ ჩაივლის დღევანდელი. რამდენს მოიგებ იმის მიხედვით? თქვენ გნებავთ ესე იგი მივხვდი და მიოკი რომ მე და ნიკოლოზის გადაცემაში გნებავთ რომ თქვენი სიმღერა გავაპრემიეროთ. სადაც სურვილი იქნება, იქ მე სიამოვნებით. დიდი სიამოვნებით დაგითმობთ ჩვენს ეთერს. არ არის დამოკიდებული მარიტა, მე ხო იცი კახელი კაცი ვარ, დინჯად რო ვიტყვი კი, ესე იგი ჰო. ესე იგი კი. ესე იგი. და აი იმერელი თქვენებური თუ დავითანხმი. სხვათა შორის ესე სატელევიზიო დუეტი ჩვენ ერთად არ გქონია და ესეც პრემიერის ამბავი. ესე რომ თქვა ძალიან ლამაზ და კარგ სიმღერას. დიდი ხანი გვინდოდა და ესეთ შესაძლებლობისთვის დიდი გენაცვალეთ, ოქროები ხართ, სანამ გადავალთ თავარ საქმეზე, რითაც აქ ბრძანდებით. მოდი, მოვუსმინოთ ამ ორ არაჩვეულებრივ ულამაზეს და უნიჭიერეს გოგონას. გთხოვთ.
შესლამას თვალებს მახსოვს თუ როგორ ვიყვარდა ძველა რა დამავიწყებს შესლამას თვალებს სხვას არ ცველოდი და გითხრათ აპლოდისმენტები დიდი მადლობა ის კი არა თვით ნიკოლო ზარაბიძეც შემობრძანდა სტუდიაში თქვენი ხმა რომ გაიგო და შესაბამისად ესე იგი დასტურია იმისა რომ თქვენი პრემიერა შედგება ჩვენთან ერთი კითხვა მაქვს დიახ ძალიან მელანქოლიური ხო არ არის ეს თქვენი სიმღერა წყნარი დაკარგულ სიყვარულზე ეს სიმღერა წყნარი არა რაც უნდა ვიმღერო ნაპოვნი მაქვს უკვე და შესაბამისად ეს სიყვარული რომ ვიპოვე აღარ მინდა ახლა ტირილი და ასე რომ ხიარულ სიმღერას მოგაწვით აუცილებლად აჰა ძალიან კარგი კარგი ახლა მითხარით ერთი რამ რომელმა გინდათ რომ შექმნათ სამყარო და დაიწყოთ და შეხარ პირველად აბა როგორი ხელი მაქვს? კარგი, მოდი მაშინ ეს პლანშეტს გაუსვი ხელი და ნახოთ რა თემა ამოვა. საინტერესოა, საინტერესოა. იმდენი გასტროლები გაქვთ, ისტორიები უნდა მოუყვეთ გას. ისტორიას რაც ხო გეუბნები ან რაღაცები? ისრაელი ადასარები ხელი მქონია. ეს გეხებათ, ჩემო ძირფასო და უშენიერესო. თქვენც უნდა გადააგრძელოთ მერე ქუთაისური. აბა რას ვიზამ? კარგი. აბა ლალიტა. მე გავხსნა ქუთაისის ანეკდოტი. ესე იგი, ქუთაისელები ჩამოვიდნენ დედაქალაქში და შედიან ერთ-ერთ რესტორანში რა და მოუტანეს ყველი, დაჭრილი, რაღაცა უთხელესი დაჭრილია ეს ყველი, ესე ლანდიგას. სიფრიფანა და ეხა ჩვენთან ქუთაისში ნამყოფი იქნებით, გეცოდინებთ. მოგვეხსენება, გემრიელად გვიყვარს ყველაფრის დახვავება. ბიზუმინებული. ახედან ქუთაისელმა ჭიჭიკიას და ბიჭო, ჭიჭიკია დაკეტე, მაკარ ფანჯარა გევიდა ყველის კოსტიაკზე. კარგი. ახლა შენ ისთვის სადიჯდა ჭიჭიკია და ბიჭიკია. რომელი კაცი? ეგეთი სიფრიფანა ყველი რო ქონდა. შენ წარმოიდგინე რომ მართლა არსებობს ასეთი რესტორნები და არ ღირს დასახელება თორე აუ რა მაგარი ყველი იცით იმერეთში მაგრები ხართ აბა მითხარი ახლა შენ აბა მარიტა მაკლეთ ორი ქუთაისელი ძმაკაცის საუბარი რომ ერთი ეუნება მეორეს რომ რაია ბიჭო მაგზებრის ტყავს რო დაათრეო იქეთ აქეთ ნორმალური ხარ საერთოდ მეორე გახედავს და ეუბნება ამას სიმონ მომისმინე გავაფენ ქუჩაში და სადაც მინდა იქანა მე ვიწყობ გადასასვლელს გადასვლები შვედიერი ჭკვიანები ვართ მაგრები ხართ მაგრები ხარტები და სმარტები სინას ყოველ ამბავზე მინდა ხოლმე რომ რაღაცნაირად სულ წარმატება ხე შენ ბევრ შოუებში ხარ ხოლმე მარიტა შენზე ვსაუბრობ იქ აქ შენ ცხოვრებაში რაღაცა თან მართლა ხე ჩვენ მეგობრულად ძალიან დიდი ხანი ერთმანეთის ასე ვთქვათ გვერდით ვართ იმ თვალსაზრისით რომ მეგობრობ და ასე შემდეგ და ეხა მე ვიცი რომ შენ ახალ პროექტში ხარ შეფების ლიგა ხო? წარმოიდგენდი? ხო, ვერა. ვინ წარმოიდგენდა? ვერც ვერავინ ვერ წარმოიდგენდა. მოყვე. აუცილებლად მოყევი, მაგრამ წეღარო ვახსენე მე ხაჭაპური და ჭადი თქო და ამბები ეგ დასპეცდები, მაგრამ უბრალოდ მე მინდა რომ წარმატება გისურვო, გამიხარდა იქ მოვკარი თვალი და კარგია რომ არ ჩერდები სულ რაღაც საკეთებ და კარგია რომ ასე მისდევ შენ იმით შენი მომგელი სხვადასხვა მიმართულებით. მართლა ვერავინ ვერ წარმოიდგენდა მაგას აგერ ჩემი დაქალი და დედა ჩემის რეაქცია იყო. შოკი იყო ყველასთვის. ჯერ ხომ მოკვდა სიცილით და მე რომ მიხვდა რომ არ მართლა სერიოზულად ვეუბნებოდი რომ რას მიმალავდიო ამდენი ხანიო. იმიტომ ეგ იყო რას მიმალავდი ამდენი ხანი არაფრის გამკეთებელი მე არ ვიყავიო. ანუ სწავლობ სხვათა შორის ჩემი პირველი კერძი ეგ გავიტანე ზუსტად რასაც ვუყურებდი დედა ჩემი როგორ აკეთებდა სქათმის რულეტი ანუ ნახე ჩვენ ხო გვიყვარს ან წიცილა მაყვალში ჩვენია
იმერლების არის, ქუთაისელების არის და გაათანამედროვად ცოტა ანუ ელემენტები ახლა იქ ხო რომ მიხვალ ახლა მთლად ასე წიწილი დავაგდე ტაფაზე და შევწვი და რაღაცა ნავაროტკები გაუ. რულეტი გადახვეული კარგად შეაგდე მე ტაფაზე, გემრიელად მოწვი, მობრაწე, соуსი გამოვიდა როგორი იცი, აი ხო იცი? საოცარი. რულეტი არ დატოვა არც ერთმა შეფმა. გენაცვალე. სპატაშორის სახში ჩემთან ირეპეტიცია, რა იფიქრა, რა გავიტანო, რამე თუ მოინდომა, არ არსებობს რომ ამან არ გააკეთოს და ახლა ნერვიულობ, კი ვფიქრობდი, ჩემი კოსმოსში გაფრენა უფრო მარტივია, ვიდრე ამის სამზარეულოში დადგომა, მაგრამ ახლა რომ მოიგოს ეს გადაცემა ხო? მე ყველა დაამჩენიებს პირს. რაღაც უნდა დავთქვა, რომ აი მე ამას გავაკეთებ, ამან თუ მოიგო. რასაც გინდა გაგიკეთებ. მე რასაც გინდა. გემრიელი ხელი მაქვს, ხო გასინჯა შენს? საოცარი ზღაპარი. იცი რა, ამიტომ არის ძალიან კარგი გადაწყვეტა ეს პროექტი ზოგადად ამ არხზე, ძალიან არჩეულებული შეფები არიან, მოვიკითხავ ყველას და ზუსტადაც არის ეს დილეტანტებიც არიან, ვისაც შეფათულ მუშავია, ან არ ვიცი რაღაც ეს შიგნით ვერ ყვევი ტერმინოლოგიაში, მაგრამ ვინც მოკლედ იცის კარგად დამზადება, ვინც საშუალო და ვინც საერთოდ არ იცით, ისინიც რომ ამთავრებენ ხოლმე ამ პროექტს გამოდიან კაიმზარებელი და სხვა თუ არაფერი, ოჯახში მაინც გამოდგებიან ეს ხალხი, კაცო და ოჯახში მაინც ივარგებს. მადლობა. აი მაგ კალიცოს პატრონი იქნება ძალიან ბედნიერი. ლალითა, შენ ამზადებ რამეს? კი. ხელმარჯვე ხარ, მაგრამ ბავშვი. კი, უფრო აქტიურად, ნუ ეხა ჩემს შემთხვევაში ბავშვები, ოჯახია, ის მოითხოვს თავისთავად მოაქვს. არა, ერთია რომ მოითხოვს კაცო, მაგრამ მე ოჯახები მინახია მოითხოვს, მაგრამ არ შეიძლება არაფერი. რამე რო არ გამოგივიდეს ხელიდან, ახლა ეს და რთულია. მოკლედ, ან უნდა მოინდომო რომ ვერ გააკეთო. მოკლედ შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ გასასინჯი გვაქვს თქვენი პურმარილი. კი ბატონო. და იმედია რომ მოვხდებით ამ ღვინოს მე წამოვიღე. აი, კახური. შენ გააქვს ჩემი გასინჯული, ჩემი ღვინოს და აი მე არა მაქვს და სუფრა ჩვენი ღვინო თქვენი. ეხლა ვინმე შეიძლება დაავიწყა საერთოდ ეს გადაცემა რო არის რა. სხვა რაღაცაზე შარაბზე ლაპარაკობენ. ამიტომ ქუთაისური ამბავი უნდა ამოვწუროთ და გადავიდეთ შემდეგ ასე ვთქვა თემაზე თუ რომელი იქნება და პლანშეტი რო გამოიყენოთ და გავუსვათ და ყველა მე გავასწრი. ძალიან მაინტერესებს, კარგი იქნებოდა კახური თემა რო ამოსულიყო, რანაირად მოყვებოდით რა. ნახოთ. დაჩერდი. მეგრელები. არის რამე გვარში ნახევარი ან მეუღლის მხარე ხო არ არის რომელიმე? ჩემი მეუღლია ნახევრად მეგრელი, კი დედის მხრიდან. შეგენაც მეგრელი. გვარით გოროგეუნები. გიორგი მეგრელი ქუთაისელი კაცია რა ზაბრალება ხაზე. კი არ არის დედამისია ნახევრად მეგრელი, რა გჭირს ვერ დედამისი ნახევრად მეგრელია, ბოუში მე არ გამოდის, თლად მეგრელი. აქვს გეიში. ანუ შენი დედამთილი რა გვარია? ჩემი დედამთილი დედის მხრიდან იყო მეგრელი. აჰა. ამიტომ გვარი არ აქვს, გვარი იმერული აქვს, მაგრამ გასაგები. მოკლედ არის რაღაცები. კი, არის, აი გენებში მოყვება კი. ასე ისეთი უცნაური ამბავია ჩემ თავსაც გესმის, რომ მე წარმოშობა საერთოდ მაქვს იმერული რა, საჩხერის რაიონის სოფელი ცხამია. დავიბადე ლაგოდეხში. არ იყო სამშობია, რომ რემონტში იყო, ბევრჯერ მაქვს მოყოლილი ეს, მაგრამ თქვენ ხო არ იცით და თელავიდან მამამ წაიყვანა დედჩემ სამშობლოს ლაგოდეხში. ნუ გურჯანში არ ვიმშობიარებდი. და ანუ არის ახლა ესეთი ამბავი რა, რომ იმერული წარმომავლობის ვარ, დავიბადე ლაგოდეხში, ნუ ეგრევე მოვხიეთ და წავედი თელავში გავიზარდე და მოკლედ რომ მეკითხებიან ხოლმე ცოტა მატყუარავ გონი ვარ ხალხო სადაც მოხდებაო რა კუთხიშვილებთან არის იმას ამბობს რომ იქიდან ავარო და წყობილი აქ ცხოვრებაო და რა ვქნა კაცო რა გავაკეთე აი სეთუა აი იმერული მაინც ანახე დედა ჩემი კაცო დედა ჩემი არის თქვენი კოლეგა საერთოდ, ანუ სიმღერით არა, კუთხით. სიმონეთიდან არის. სიმონეთი კი ბატონო. დოღონაძე, ასე მიბმული ქუთაისში. აქანა და იქანა. ძალიან უცნაური ამბავია, ეხლა რაღაც ზარეულებზე ხო კაგი დაიძახეს დარბაზი და რომ ცენტრიაო, ხო იცი, იმის იმერი საქართველოსი, ხო ესია? დედამიწის ცენტრი. ვილაც. ხო და მზარეულობაზე რომ ჩამოვარდა საჭმელებზე ხარ რადგან თქვი უნდა თქვა რა აუცილებლად რომ ჩემთან თელავში კეთდებოდა ხოლმე
იმერული ვახშამი იყო თუ სადილი და აი რაც წიწილა და ეხა დო ხო ვიცით ყველამ რაც არის. აი რაღაცა ვიცით რა ეხა იმერულ ამბავში ვისაც შეხება კიცის ხო და ეს კახელი ჩემი კლასელები ვერ ხვდებოდნენ. დედა ამოდი დო არ გიდა და ეს უყურებდნენ რა საჭმებს ამბობდნენ. გაკვირებული იყვნენ ხოლმე და წავიდე თუ ჩემი კლასელები დო ვერ გაარგე. გემრიელი რაღაცები მაგრამ იქნება ეს დო გაგვასინჯო რა დაინახეს ბიჭო ეს არისო ჩვენ გვეგონა მთელი ცხოვრება რაღაცა საოცარ რაღაცა გამერესენიო. ესე იგი მეგრელები არაჩვეულებრივი სამზარეულო მათაც მაგრამ შეებულებრივად ეხა რომელსაც გებზალია ელარჯი კიდო რეკვირს ხარჩო გოგო რა გჭირს რა ხერ? ხარჩო გოგო ხო ნიგზიანი აი ხარჩო დედა და რა ისე ბიჟვინებული ელარჯი აბა უნდა მოყვე ეხა მეგრელები აა მეგრელებზე მეგრელებზე მარიტა უნდა დაიწყოს მე თქვენ გააგრძელებთ მიდი მოყევი დაო იცი რა არის მე ზოგადად მიჭირს მეგრელების და გურულების დაშორება ერთმანეთისგან და ხო შეიძლება რომ ერთად მოვყვე რა თქმა უნდა გავა მეგრელებს კი ბატონო კი ბატონო მე მეცაც გეტყვი რომ შეგიძლია არის მე გურულებზე და მეგრელებზე გადააკეთო ჩაგითვლი ჩამით მოკლედ მეგრელი და გურული არიან სანაპიროზე და წარწერას უყურებენ რომ ვინც ადამიანს გადაარჩენსო რომელიც იხჩობაო რომელიც იხჩობაო მაგასო პრემია 50 ლარიო ასე გამოვისურვით და მოგცემ პრემია 50 ლარი ჩვენ პირველ რაუნდში რას თამაშობ ხო და მეგრელი ახლა არის მეგრელია გურულს უსრულებს რა ბიჭო ჩადიო რა ვითომ იხრჩობიო მეო ჩამოვალო გადაგარჩენა და 50 ლარსაც ჯებიდო ჯიბეში მაიმუნები არიან და ასიზამს ახლა გურული მოხეხებულები ავა საწყალი და ყვირის იგედა არ მიყვარს მარი მიშველებ იხრჩობა კაცო ადამიანი ოღონდ მართლა იხრჩობა და გურული გახედავს და ბიჭო გაჩუნდი ჩეიძირე აქანია წერია ტროპე თუ იქნება 100 ლარს მოგცემ საყვარელი გაუმაჯ იცი რა გიყურებ და აი რაღაც მგონია რომ ეს ანეკდოტი არის აბა ამას ყვება ძალიან კარგად ჩვენი კობა ბარათელი აბა ხო კარგად მოვყევი ხო იყო ჰა სუპერი აბა ლალიტა მარიტა ისე მართა რა მაგის პასუხი და შენი მეუღლე როდის უნდა გაგვაცნო თუ ვარსკვლავები რომ ბავშვს არ აჩერენ ეგრე ხარ ეგ არის სხვათა შორის როგორი რთული კაი რა ვქნათ იცი იმ ღვინოს და პურმალის დავამთხიოთ ვაში არ არის პრობლემა გწიო კი ბატონო აბა ლალიტა ეს საიმიჯო სახელია საიმიჯო სახელია, თუმცა ლალი მქვია რეალ. არა, გასაგებია, დედასაც ლალი ქვია და მეთქი ლალიტა ხوار დაუძახო. არ ვუჩი მარიტა ლალიტა? ხვაძე ლომთაძე. შეგენა კოკა-კოლას ავითახა. სები მითავართ. ესე მოვდივართ ბავშვები. კი ბატონო, გადასარევი. კარგი, მოყვეთ. გაიგე, ლალიტა, დედა, შეგენა. ან ქუთაისელი დედა, ლალი ქვია დედას. დოღონაძია გვარ. ძალიან დიდი პატივისცემით მოკითხვა დედა თქვენს. შეგენაცვალე. ძლივს არ ამოვაშაკრინე. მეგრელი გინეკოლოგი არის, მეგრელი და პაციენტს და მის მეუღლეს ულოცავს, რომ გილოცავთ, შვილი გეყოლება ორსულად და თქვენი მეუღლე. რას ამბობ კაცო, შანსი არ არის უსაფრთხოებას, ყველაფერს ვეწავდი მე. როგორ არ არის შანსი? ეხო აჩვენებს, ანალიზები, ყველაფერი აჩვენებს, ორსულად აგეუნები. არ არსებობს, გაგიშდა ეს მეგრელია. არ არსებობს, არ იქნება. ბიჭო, შენ კი იცავდი უსაფრთხოებას, მაგრამ სხვა იცავდა? დედა. მაგარია. ბავშვებო, აი რა არის ყოველთვის ადამიანს როცა შეაკი უმორის უნდა რაც არ უნდა მოყვეს, მაინც გამოიწვევს ხოლმე მხიარობას და ძალიან მიხარია რომ ესე ჯერ ვიზუალზე რამდენი ვილაპარაკე და მე ეხლა ხო საერთოდ აი აქ უნდა ის ჩვენი საფირბო ფრაზა და ორი დაკალის საუბარი.
კაი რო ხარ არის ძნელი. მაგრამ რა გაია რო კაი ხარ? კი. ესა ჩვენი ბავშვობიდან მოყოლებული. კარგია, კარგი. კარგი, მოდი აბა მაშინ. ეხლა შენ გაუშვი ხელი. აბა გავუს. და მეორე რაუნდი რო ამოიწურება საერთო თანხას მე გადავანაწილებ. აჰა, გასაგებია. ჩვენ ასე გადავანაწილებთ მაგაც როგორ საჯიროა ისე. მაგი არ გვეშლება ამბო. მარიტა. თქვენ უნდა დაი. ვართ კაი დღეში რო დავაგვირდი ახლა. მანდამაი. ძალიან არ გამიმეტოთ ეხლა და დანარჩენი გიშვი. პატას ვიმეტებთ ბოლომდე. კაცრად არ მოგვიდგე მაშინ და ჩვენ არ გაგიმეტებთ. მე ერთადერთი კახელი ვარ, რომელსაც ანწყის კახელებზე ანეკდოტი. კახელებო, გვაჩ, მერლებო, მერლებო არ მიწყინე. მახსოვს მე წინაზე ისეთი მოხევი კახელებზე. მეც მახსოვს რა დაგივალო. აბა გისმი. ესე იგი, მიხოს რძალი შემოვიდა ოჯახში და ნუ ერთი ბიჭი ყავს და ამ გოგოს ეფოფინება, ელოლიავება, უხარია გოგო ყავს ოჯახში და ნუ ეს რძალიც გადასარევი გოგო არის, ყველაფერს აკეთებს იდეალურად. ოღონდ ნუ ერთი რაღაცა ვერ მოიშალა მიხოს ოჯახის ბატონო მიხო, ბიჭო, ერთხელ უთხრა მიხო. ნუ მიძახი ამ მიხოს, ამოუვიდა მიხოს ყელში, ამოასხა. ნუ და მაინც ბატონო მიხო და შეუბრუნდა გამწარებულზე და ჯო, სანამ დედაი არ დამიძახებ მამა. ბოლოს იმერულად რო დაამთავრე. ამას თუ ედება? სანამ დედაი არ დამიძახე მამა. აი თავი დავი. ჯოგან დაიწვე. დაო, მიდი. თავი დავი. კარგი იყო, კარგი. ეწყობა დედით ისიც იმერელი იყო. და კარგია, კარგი. გითული ეხლა რა მოგთხო, კახურად მეძლის ვლაპარაკო. ამდენი მელებში ვარ და. კარგი, აბა მარიტა. ჩემპიდაბი გვაგინებ თუ რამე შესავალია. მე არაფერი შესავალია არ მაქვს. პირდაპირ. პატარა მიხო მამას კარადაში უპოვის შეკვრა ვიაგრას რა. ერთი შეკვრას? ო. ხოლოდ? 5 იყოს თუ გინდა. არა, ესეც კობას ანეკდოტია. არ არის ეს კობას ანეკდოტი. მერდა. კობა ხო არ არის? 5-5-ზე იმიტომ გავზარდე. კარგი, მიდი წავიდა. მოკლედ პატარა მიხო მამამ უპოვა გარდიროვში, ესე ჯობია. პატარა მიხო მამას უპოვა გარდერობში შეკვრა ვიაგრა და 5 შეკვრა ვიაგრა. 5 შეკვრა ბიჭო ძალიან ბევრია. შენ არის ჯასაკი. წლებს გააჩნია თორე შეიძლება ცოტა წარი. აი დედა კარგია. არ დაამთავრო ჩათული ლიგა. კაი, მიდი, მე უპოვა ერთი შეკვრა. ჩამოხვედი ერთი. იყოს ერთ და შეკვრა. დალია მოკლედ და ბავშმა? კი ბატონო, მაგას ვიძახი და არ მაცდის. მე მივიდა იქ. რის შემდეგაც მოთავსებული იქნა დამწრობის ცენტრში. ხელის გულის მესამე ხარისხის დამწრობა. ვაი დედა. არა მაგ შემთხვევაში 5 არ იყო საჭირო, თორე მეორეც დაეწვებოდა. ეხვეწა ერთიო. ვაი დედა, კარგია. კარგი, გადასარევი. შვენიერი. აი მე დედა, ის გამახსენდა რა. ადრე როცა დავიწყეთ ვიდეო რგოლები ანეკდოტების გადაღება რა. ერთი ანეკდოტი ასე თქვათ გაგვიბაძრდა, მაგრამ ნუ აკრიფა რა ვიცი, მაშინ ასე მოდაში არ იყო, YouTube-ზე კი იყო, მაგრამ ეს ფულს არ წერდა და ის ახალი ხილი იყო და ნახვევი არ ვიცი და იქ იყო რა ესეთი ანეკდოტი რომ მიხოს ეძახის მეზობელი რა, მეზობელი არა იმან გამამაგზავნაო პატარა ძმა მივიდა, მამამ გამამაგზავნაო მიხო ძიაო და რა იყო და აიო თქვენი გოგო ხელი უნდა გთხოვოთო
ჩვენი ძმისთვის, უფროს ძმისთვის და თოხიდა. ხელი მთხოვრა, თავისი არა აქო. აქ მაგრამ დეღალა. დამწრობაზე გავახსენდა. კარგი გოგოებო, ესე იგი, მოდი მაშინ ეხლა ბოლო ასე ვთქვათ ერთი გასმა დაგჭა მანტე და ნახოთ რა იქნება. აბა, ავატრიალეთ. გადასარევად განევცო ანეკდოტები მშვენივრად. საწყალი ბიჭი ექიმი, აი გადავედით დამწრობის ექიმთან. აბაე მივყვები თემატურად მიდივარ. ვერ გადავედით, მაგრამ კაი რაღაცა გამახსოვს. აბა მიდი. კაცი მიდის ექიმთან. კაცი. მამრობითი. და ექიმს ეუბნება, რომ რა დრო დაგვიტყა დაკონკრეტება რომ და მაგას კაცი რომ მამრობითია. კარგი. აჩერდი. მიდი აბა. და ექიმო შვილი უნდა გამაჩენინო. გაგიჟდება კაცო ექიმი, კი ბატონო, მაგრამ ანუ რანაირათო კაცი ბრძანდებითო და რანაირად უნდა გამაჩენინო შვილი თუ არა მიგახრჭობ და მიგაკლავაქვეო. გაგიჟდება კაცო ეს ექიმი, კი მაგრამ რანაირათო დაფიქრდა ახლა და რაღაცა ოპერაცია გაუკეთა რა. და წავიდა მოკლედ ეს კაცი 6 თვის მერე მოდის ძალიან კმაყოფილი. ბედნიერი რა. ექიმო მადლობაო რომ უცელიცო მეზრდებაო და გულისრევის შეგრძნებაც მაქვსო და ესეთი მადლიერი მოიჯახუნებს კარს და გავა და მეორე ექიმი გამოშტერდება რომ კი მარაო ბიჭო რა უქენიო ამნაირია და კაცო არაფერია უკერეო ვაიდი ეს ძალიან მინდა რომ კობას ანეკდოტი არ იყოს. კარგი, ჩაგითვლი. აბა ექიმები. ესე იგი ექიმი ურეკავს პაციენტს რა, რომ ორი ამბავი მაქვს შენთვის. ერთი ცუდი ამბავი მაქვს და მეორე ძალიან ცუდი ამბავი მაქვს რა და ეს პაციენტი ეუბნება გისმენთ ოღონდ რა ხდება? რომლით დავიწყო ოღონდ ეს მითხარით ჯერო და მოდი ცუდით დაიწყე და ძალიან ცუდი მერე იყოსო და თქვენი ანალიზის პასუხები მოვიდა და 3 დღის სიცოცხლე გაქვს დარჩენილიო და ენი დედაო მაგაზე ცუდი რა უნდა იყოს მაგაზე ცუდს რას მეტყვი 2 დღე აგირეკავ და ვერ დაგიკავშირდი ვერაფრით ვიცოდი ეგ ანეკდოტი და რეაქცია მქონდა იმიტომ შენი აიღე მაგიტო კობას აიღე რო გირეკავ ტელეფონი ახედე აი სადაც თქვენი ჩაწერა დაიწყებოდა აი თუ არა და შეამოწმოს ურეკავდი და არ მიპასუხა იქნება რა უნდა გითხრა კარგი და ძალიან ცუდი ამბავი გოგოებო მე მგონი რომ მიხვდით ახლა თქვენ მე დაქალობას და მეგობრობას ვერ დავარღვევ ამიტომ 150 ლარია და გაგიყოფთ პირდაპირ 200 არისო კაცო მანამდე არა ეხლა 50 პირველ რაუნდში იყო 100 მეორეში ეხლა დამთავრდა 2 საერთო ჯამი იყო 150 ე ბატონო ეხლა 75 ლარები და ეხლა 200 ლარზეა მესამე რაუნდში თამაში თავისუფალი თემაა ბავშვებო რაც გინდათ აი მარიტა ნახე როთვლი რო ყველაზე ბომბი ამბავი იცი აი ეს მოყევი არავის არ დაუჯერო არაფერი არის აი ეგრევე რას გაგახსენდება მოყევით დაიწყე მარიტა დაიწყე კაცო წეხა მე არ დავიწყე მე დავიწყე მე რა თავისუფალი თემაა თქვენთვის ლარიტა გისმით მოყევით შენ დაიწყე ვალიდა მე და ჩემს მეუღლეს გადაგხვდა კოვიდის პერიოდი აი გაგუდული ჩაკეტილები რო ვართ ყველა და ნუ ეს პერიოდი ძლივს გადის პირველი ბავშვი უკვე გვეყოლა მე და ჩემს მეუღლეს და ფორმაში ნელ-ნელა ვდგები და რაღაცა უკვე ყველა ვართ ისე რა მობილიზებული ვართ რომ უნდა ვიყოთ წესრიგ და მოკლედ ამ შუა კოვიდის პერიოდში აგავიგე რომ მეორე ბავშვზე მოულოდნელად მართლა მოულოდნელად არ ველოდით მე და გიო ამ ამბავს
ვარ ფეხმძიმედ. აბა მეტი არაფერი არ იყო საქმე და. და მაგით იყო მოულოდნელი. დამასწარი უნდა მეთქვა. ხოდან მოკლედ გავიკეთე ხა ეს ტესტი და ნუ და ვუყურებ ამას და შოქში ვიყავი, მართლა შოქში ვიყავი და მიუტანა გიოს ეს ტესტი, რომ აი ესე დავუდეღონ რეაქცია მინდა რომ კონდეს, რომ მეორე ბავშვი და რა გაუხარდა და ეს დავუდე გიო ნახე გიო თქო და უყურებ კოვიდი რა კოვიდი ორსულად არ ბიჭო მეთქი და მე მგონი მან უარესი რეაქცია გქონდა აყირავდა ისე არ მეყოდი და ეს ბავშვი კოვიდი რომელიც ეგონა აი ამ გოგოს ნაცვლული გახლავთ ჩემი თომასი მეთქმა დაგიზადოს და გენაცვალეთ ღმერთმა დაფეთებულები ვიყავით კოვიდიდან ძალიან მაგარი ამბავია გადასარევი მშვენიერი მაგ დროს ძალიან ბევრს მთელ მსოფლიოში ასე მოულოდნელად შეეძინა გამრავლდა რო არ იცოდნენ და იყო ასე გამრავლება და ერთი ამბავი ერთი მარტო კახეთში მომრავდა ღვინოს დავწუროთ მაინც რა იცი რა ხდება არ ვიცი აბა მიდი მარიტა მიდი მე მაინც საისურად დავამთავრებ რა შეგენაცვალე აბა რა უნაკ მიდი დავაი მოკლედ ჭიჭიკია და ბიჭიკი არიან მეზობლები. ანუ არაბიძე და ზურანიჟარაძე. გაჩერდი. არ თქვა მაგი, გაჩერდი. არა, მწარი არ იგდები. არ თქვა. ხო და ჭიჭიკია შეუვარდება ბიჭიკიას, რომ დამღუპეო. დამღუპაო შენმა შვილმაო. ჩემს გოგოსთანო იშმაშუნა. რა შვებიო, მღუპავო და ბიჭიკია გამოვარდება და გამოეთრია კეთო გამოდიო ერთიო მეზობელთანო მეზობელთან გამიგიაო ეგეთი ამბობ გამოდი გარეთ დროზეო და ჭარე ბიღება და გამოტანტალდება 5 წლის ბავშვი და ესო არაო კაცო მეორე უფროსმა და უფროს და ბარასი ზამ დედა რა გავაკეთე ვიჯო კიდე ამთავრე ქუთაისშურად ნამდვილად ცოტა კახური შენარევებით, მაგრამ ასე იყო რა. მაინც წამყვანის გავლენა იყო ეთქო რა. რატო? რა იყო ქუთაისში არ ვიცი? უიქნება. არა, როცა პირდაპირ თქვი ეს სიტყვა კახურად მეთქი პირდაპირ. ამიტომ ჩემო მეგობრებო, ყველაზე მაგარია ქალი როცა ლამაზია, თან აქვს იუმორის გზნობა. იქ არის მარტო რუარელოდები ის ამბები. სიკეთი და სიმშვენიერი. მადლობა რომ მობრძანდით ოქროები ხარ წარმატებები თქვენ საქმეში. მეთმა ბედნიერები გამყოფოთ. აგერთვლათ ნათესაობაში გადაზრდილა გენაცვალე. პირობა ჩემი ღვინო თქვენი პურმარილი და ეს 200 ლარიც მინდა რომ გავყო. და მეთვალშიდობაში მოგახმაროთ რა. გაიხარეთ და ერთი სიმღერა მარიტა შენ როთხოვოთ და დავამთავროთ ჩვენი გადაცემა იმედით და რომ აუცილებლად კვირას ჩვენ შევხვდებით ჩვენ უძვირფასეს რუსთავი 2-ის ტელემაყურებელს მხიარულ კარგ განწყობაზე არაჩვეულებრივ სტუმრებთან ერთად. გვიყვარხართ ძალიან ნახვამდის. მადლობა. Gza,
Thank you.